მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში. ჩვენ ბათუმში ვართ ფიროსმანის ქუჩაზე, სადაც რამდენიმე წუთის წინ იყო გასროლა. რამდენიმე გასროლის ხმა გაიგონეს მოქალაქეებმა და დაიჭრილია ერთი ადამიანი, რომელიც გადაყვანილია კლინიკაში. ეს არის შემთხვევის ადგილი, რომელიც ახლა შემოსაზღვრული აქვს პოლიციელებს ლენტით. ეს არის ადგილი, სადაც მოხდა გასროლა. წინასწარი ინფორმაციით სავარაუდოდ პირი მოვიდა, გამოჩნდა აქ მოპედით. მას სახეზე ქონდა გაკეთებული ნიღაბი და გაისროლა ცეცხლსროლი იარაღიდან. დაჭრილია 21 წლის კაცი, რომელიც გადაყვანილია უკვე კლინიკაში. ადგილზე არიან პოლიციელები. აქ არის კაფეს ტერიტორია. ეს არის ფიროსმანის და ინესარიძის ქუჩების კვეთა. ეს ადგილი უკვე შემოსაზღვრული აქვს პოლიციას ლენტებით. და გადაადგილება არის შეზღუდული. მოგესალმებით, იცით რამე ამ შემთხვევის შესახებ, რა? თქვენ ხომ არ იცით რა? ეს არის ფიროსმანის ქუჩა, ბათუმი. სადაც რამდენიმე წუთის წინ იყო გასროლა. ცეცხლსროლი იარაღიდან დაჭრილია ერთი პირი 31 წლის კაცი, რომელიც გადაყვანილია კლინიკაში. მოგესალმებით, ხომ არ შეესწარით თქვენ ამ შემთხვევას? რა გაიგეთ ამის შესახებ? რა მოხდაო, როგორ? კარგი. Foto კითხავთ მოლარე ოპერატორს ისავროთ გაიგონებთ გასროლის ხმას. ფოტოში გასროლის ხმა გაიგონეთ თქვენ აქ, არ გაიგონიათ? არ გამიგონია გასროლის ხმაო. აი აქ ხდებოდა ეს ამ მაღაზიის წინ ფიროსმანის ქუჩაზე. დაახლოებით 15-20 წუთის წინ ჩაცხრეს ადამიანი, შეიძლება ითქვას, მას რამდენიმე ტყვია მოხდა. სავარაუდოდ დაჭრილი ადამიანი, რომელიც გადაყვანილია უკვე კლინიკაში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, აუცილებლად მოვიკვლევთ ამ ინფორმაციას. მოგესალმებით, თქვენ ხომ არ ხართ თვითმხილველი ამ შემთხვევაში? გაიგონეთ გასროლის ხმა? არ გაგიგიათ? აქვე ცხოვრობთ? არა, მუშაობ ხო გამოგვეშ. გასროლის ხმა გაიგონეთ? რო გამოხვედით უკვე მოხარ იყო შემთხვევა, დაჭრილი იყო პირი? ეს პირი უკვე გადაყვანილი იყო თუ გადაყავდათ, ვინც დაჭრეს? ასადი რა. გითხოს რომ მოპედით იყო მოსული პირი, ვინც გაისროლა. თქვენ როგორ გაიგეთ ამბავი? ოფიცერი შემოვიდა და გავიდე და გამოვიდა. ხო რა ამბავი გაიგეთ, რა მოხდაო? კამერა უნდა გადაეხლიებო ჩვენ მეტი არაფერი არ ვიცი. ან კამერის ჩანაწერებს ეძებდა პოლიცია, ხო? თქვენ ხომ არ იცით რამე? ეს ხდება დღის საათებში, რამდენიმე წუთის წინ მოხდა ეს შემთხვევა. გაისროლეს ცეცხლსროლი იარაღიდან, დაჭრილია 31 წლის კაცი, რომელიც გადაიყვანეს კლინიკაში. წინასწარი ინფორმაციით შეერაღებული პირი გამოჩნდა სწორედ აი აქ ფიროსმანის ქუჩაზე. კაფის წინ მან გაისროლა ცეცხლსროლი იარაღიდან. მას სახეზე ჰქონდა აფარებული ნიღაბი, როგორც ამას ყვება ერთ-ერთი თვითმხილველი. ბოდიში ბოდიში ხომ არ იცით ამ შემთხვევის შესახებ რა მოხდა, რომ გითხრათ? ეს ბათუმია, ფიროსმანის ქუჩა, სადაც დღის საათებში მოხდა ასეთი კრიმინალური შემთხვევა. ჩაცხრილეს ადამიანი დღის საათებში ბათუმის ცენტრში.
ფიროსმანის ქუჩაზე. სავარაუდოდ გასროლა მოხდა ცეცხლსასროლი იარაღიდან. დაჭრილი პირი უკვე გადაიყვანეს კლინიკაში. ჩვენ ინფორმაციით დაჭრილია ერთი პირი ამ შემთხვევის შედეგად. ბოდიში თქვენ აქ იყავით, როცა გასროლა მოხდა? ჩვენ ვიჯექითაზე რა მგზავრობთ სპეციალურად. ნუ გასროლის ხმას ბუნებრივად გაიგონებთ, ხო? კი, როგორ არა. რამდენი ხმა იყო? მე ნუ მიღებ ახლა მინდა. არა, ვთქვი გითხარით რა გაიგეთ, რამდენი გასროლის ხმა? ხმა გამიგონე, რა ვიცი, რამდენი იყო, მაგის არ ვიცი. შიში დავიდენი. დაჭრილია ერთი პირი, როგორც გითხრეს, ხო? რითი იყო ეს პირი მოსული? არ ვიცი, არაფერი ვერ გეტყვი, ვერაფერს. მოპედით იყო მოსული, როგორც გითხრეს, თქვენ სხვა შეგინიშნავთ. არა, მე აქედან არ ამგზავრავ, არ ვიცი, ამ დაინახავ საროს. თქვენ დაინახეთ ეს დაჭრილი პირი, რომელიც უკვე იყო. გასროლა რამდენჯერმე იყო, ხო, ცეცხლსასროლი იარაღიდან? იყო კი, გასროლის ხმა ბევრი იყო, მაგრამ არაფერი არ დამინახავ, აქედან არ ამგზავრ, ვიჯექია. სხვა რამე ხმა ხომ არ გაიგონია, თქვა შეძახილი ან რა მოთხოვნა. ეს მოხდა შუა ქუჩაში, ხო? თუ ტროტუარის ტერიტორიაში მოხდა ეგ, რა ვიცი. ეზოში. ან ტროტუარის მიმდებარედ ეზოს მხარეს, ხო? კარგით, მადლობა. ეს შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი თვითმკვლელია, რომელიც ახლა გვიყვებოდა მომხდარის შესახებ, მან თქვა, რომ გაიგო გასროლის ხმა. მოგესალმებით, თქვენ აქ იყავით, როცა გასროლა მოხდა ამ ქუჩაზე? მე ბინაში ვიყავი, ხმა იგივე მეთქი ბოქსერი თამაშობ ფუტკეტა. ხო, რამდენი გასროლის ხმა იყო? არ ვიცი, 300. გაისროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან, ხო? აზია. რომ მოხვედით ან გადმოიხედეთ რა მდგომარეობა იყო? მე ამ ბინის უკანი დამცხოვრობდა, გეგმონე ხმა იყო, უბრალოდ მეთქი ბოქსერი თამაშობ. და როგორ გაიგეთ ამბავი, რა მოხდაო, რა გითხრეს ადგილზე? და ახლა მიხარ ასიაო. რა როგორ გითხრეს ამბავი, ან რა მოხდაო? არაფერი არ იცის, ბრატა, ხო გეუბნება, არ იცი და კიდევ ეუბნება. ადროვეთ რო გიყვება, ხო? ხო, გიყვება არ იცის. გადი, გაბზანდი. არა, თუ შეიძლება ნუ გვიშლით ხელს, გიყვება. ნუ მიშლით, ძმარი და გეუბნება, არ იცის, გაბზანდი. რატო გვიშლით თქვენ ხელს? ნუ მიიღებიო. ნუ გვიშლით ხელს მუშაობა, ჩვენ ველაპარაკებით, კაცს და კაცი. გამინდა, დამანებეთ. არ გიგებ თქვენ თუ არ გიღავთ. არ ნუ მიიღებ. თქვენ არ მიკითხავ შენ ერთი. მე გეუბნები. ამ კაცს ველაპარაკებით. ხელს გვიშლით მუშაობაში, დაგველაპარაკებით. დამანებეთ, თავი ვიო. არ ვიცი. კარგი. ნუ მიიღებიო, არ დაგინახო, ჩემი თავი არ ნახო სარდო. ხელს ნუ გვიშლით მე არ მუშაობაში. ნახო ჩემი თავი სარდო. თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ ახლა. ერთ-ერთი ვადა გადი, დამანებეთ. ეს არის შემთხვევის ადგილი, ხედავთ რომ პოლიციელები მუშაობენ ადგილზე. თუმცა არ ვიცი მუშაობს თუ არა ადგილზე კრიმინალური პოლიცია. შეგიძლიათ გითხრათ რამე მოხდა არის შესახებ რა მოხდა? წინასწარ ინფორმაცია რო გითხრათ? აი ამ ტერიტორიაზე მოხდა სავარაუდოდ გასროლის შემთხვევა. დაახლოებით 9 საათის წინ ეს ფიროსმანის ქუჩაა, ბათუმი. ეს ადგილი შემოსაზღვრული აქვს ახლა პოლიციის ლენტებით. სავარაუდოდ დაიწყებოდა გამოძიებაც. დაჭრილი კაცი, რომელიც სავარაუდოდ 31 წლის აქვს, გადაიყვანეს კლინიკაში. მოქალაქეები, მათ შორის თვითმკვლელები ჩვენ გვიყვებიან, რომ დაინახეს გაიგონეს გასროლის რამდენიმე ხმა. ეს არის ფიროსმანის და ინესარიძის ქუჩების კვეთა, სადაც უკვე შეზღუდულია ავტომანქანებით გადაადგილება. წინასწარი ინფორმაციით მოპედით იყო მოსული პირი, რომელიც იყო შეიარაღებული, მას ეკეთა სახეზე ასევე ნიღაბი.
და ცეცხლსროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა. თუმცა ცნობილია დაკავებულია თუ არა ეს პირი, ვინც გაისროლა. ცნობილია ის, რომ პირი, რომელიც დაჭრეს, გადაყვანილია კლინიკაში. იქეთ გადავხარ, მოგთხოვ. აჯო, როგორ? ქალაქში და ზოგადად ქვეყანაში კრიმინალის მზარდ სტატისტიკა რა იწვევს? ცნობილი მაგალითად რაღაც დაპირისპირებები, რომ აუცილებელია შინაგან სამსახურო მებინავები გადადგა სამფრთხით და სულნათავწოლა გააგრძელოს, იმიტომ რომ ჩვენს რეგიონში და სამწუხაროდ მართლა გულწრფელად ვამბობ, რომ ეს მერე ბერიძია, რომელიც ახლა აჭარა Times აზრის ინტერვიუს, მოდი გავესაუბრებთ იქნებ ისიც იყო ფიქრობელი ამ შემთხვევის. ცხოველებთან დაკავშირებით ვაკეთებ მონიტორინგებს და მათი მუქარები და ასე შემდეგ, რამაც ვთვლი, რომ აუცილებელია კიდევ უფრო ებრძოლოს შინაგან სათავსო კრიმინალს. ანუ დაცულობის განცდა აღარ არის ამ ქვეყანაში, თქვენ ამის თქმა გინდათ როგორც გავიგეთ. ნახეთ, მე როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი და როგორც ხედავ და უყურებ და ვაწარმოებ მონიტორინგს, ვფიქრობ, რომ კიდე გასაგრძელებელია უფრო მეტი სამუშაო შინაგან სამინისტროს, იმიტომ რომ მე თვითონ მეც ხანდახან რისკის ქვეშ ვარ და ვფიქრობ, რომ სამწუხაროდ გასაგებია. მე რა თქვენ ხომ არ ხართ თვითმხილველი ამ შემთხვევაში? რამოდენიმე მეტროში ვიყავდი და რაც ჩამოვიარე და მოხდა ასეთი. ან გაიგონეთ გასროლიც, ხა? აი, რამოდენიმე მეტროში არის მოდა ეხლა, იმიტომ რომ არ ვიცი ეხლა თქვენ აქ ადგილზე ისმოდა, მაგრამ რამოდენიმე ფინანსური პოლიციასთან ვიყავდი და იქ ხმა. თქვენ იყავით აქვე ფინანსური პოლიციასთან ფიროსმანის ქუჩაზე, როცა მოხდა ეს გასროლა, ხო? ხმა არ იყო იმხელა იქ და მეზობლება თქვენ რომ ფედერიკის ხმა გეგონაო, ჩამოიარაო მოტოციკლით იყო სახეზე აფარებული ქონდა, მეგობართან ნიღაბი ქონდა აფარებული, ხო? მეგობართან ერთად იყო საკონდიტრო არის იქ და ჩამოიარა და ესროლაო, გაისროლა მოტოციკლი გაიქცაო და მეგობარმა გადაიყვანა. ანუ ესროლა პირს, რომელიც ამ მაგიდასთან იყო, და? დიახ, მაგიდასთან იყო. აი ამ ტროტუართან ახლოს, ხო? გადაიყვანენ. დაჭრილია ერთი პირი. ხო, როგორც ვიცი კი. რამდენი გასროლა იყო თქვენი აქ ინფორმაცია? ჩანს პირდაპირ 10-მდე არის, იმიტომ რომ მონიშნული აქვს შინაგან სამინისტროსა, ჩანს პირდაპირ რომ რამდენი გასროლაც იყო. დაახლოებულიც არის. აი აქ აქვს პოლიციელებს მონიშნული ეს ადგილები, სადაც მასრები ხდია. 1 2 3 4 5 6 7 8-9 გაისროლა. ხო, მგონი 8 არის მონიშნული, ხო? დიახ და გაიქცა. აუცილებელია უფრო გაამკაცროს შინაგან სამსახურო მეტი მიუხედავად იმისა რომ ცდილობენ რომ მუშაობენ, მაგრამ მეც მაგალითად ხშირად იმიტომ რომ იმდენი მიგრანტია, იმდენი უცხოელია რომ კრიმინალი უკვე ავიდა ეს მიგრაციის პრობლემა გვაქვს უფრო მეტად და კრიმინალური დაჯგუფებები უკვე ძალიან ბევრია. თურქები, რუსები, ბელარუსის ბანდები როგორც მე უკვე მსმენია და ამიტომ მეც ფრთხილად ვარ რომ ხო რა ეს უცხოელმა ჩაიდინა ეს ამბავი? არა, აქ დადგენილი არა, მაგრამ და ისეც თავი სამართალი იყოს გასული კანონით, უცხოელთან რატომ არ დაკავშირებული ეს ამბავი? არა, ზოგადად მეთქი ისე გაიზარდა სიტუაცია. ხო და ჩავიკეთოთ ჩვენ კიდევ უფრო ისედაც ვიდვართ იზოლაციისკენ. აუცილებელია რომ მეტად კიდე იყოს შინაგან სამინისტროს მეტად ჭირდება. შესაძლოა უნდა გააკეთოს თავისი საქმე. მიუხედავად ფიქრობ რომ მუშაობენ, მაგრამ ვერ მუშაობენ, იმიტომ რომ მაინც კრიმინალი ეს დაპარბაშობს და ხედავთ იმ შედეგებს, რომ ბათუმში უკვე არაერთი ფაქტი არის ასეთი. ეს ვინ არის დაჭრელი ხომ არ იცით? არ ვიცი. მეგობართან ერთად იყო. ვინც აქ ცხოვრობს, თქვათ ან მუშაობს. არის, რატომ იცავენ ამბილებს. მადლობა, ეს მერე ბერიძე იყო, რომელსაც ვუსმენდით. ბათუმელების პირდაპირ ეთერში. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვართ ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, სადაც დაახლოებით 9 საათის წინ იყო გასროლა ცეცხლსროლი იარაღიდან. წინასწარ ინფორმაციით აქ დაჭრეს პირი, სწორედ ამ გასროლის დროს. ახალგაზრდა კაცი 31 წლის კაცია დაჭრილი, რომელიც გადაიყვანეს კლინიკაში. სხვა დეტალები ამ ეტაპზე არ არის ცნობილი. შემოსაზღვრულია ეს ადგილი, სადაც მოხდა ეს შემთხვევა. შეზღუდული ავტომანქანებით გადაადგილება ამ სივრცეში ფიროსმანის ქუჩაზე. ეს არის ფიროსმანის და ინასარიძის ქუჩების კვეთაში. ჩვენ ასევე ვესაუბრეთ რამდენიმე თვითმხილველს, მათ გითხრეს რომ გაიგონეს გასროლის ხმა.
და სხვა დეტალები შემთხვევის შესახებ არ იციან, ასევე გითხრეს, რომ ეს შემთხვევა მოხდა ტროტუართან ახლოს, აი ამ ტერიტორიაზე. აი მაგილაცას კამერას სადაც ხედავთ, ამ ტერიტორიის სიახლოვეს მოხდა გასროლა. მოვიდა კაცი, რომელიც მოპედით გადაადგილდებოდა, იყო შეიარაღებული. და ეკეთა ნიღაბი სახეზე. და მან გაისროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან. ეს ადგილი ახლა შემოსაზღვრულია, როგორც უკვე ხედავთ, დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები, აი ხედავთ, რომ არის მონიშნული ის ადგილები, სადაც დავარდა ტყვის მასრები. ხედავთ პოლიციის ლენტებს და შემოსაზღვრულ წრეებს ცარცით, უცებ შემოსაზღვრულ წრეებს, რომელიც სწორედ ამ ტყუების დავარდნის ადგილს ასახავს. მოგესალმებით, შეგიძლიათ გითხრათ ამ შემთხვევის შესახებ? როგორ არის წინასწარი მონაცემები რო გითხრათ? დაჭრილი, შეგიძლიათ გითხრათ? დაჭრილი ჯანმრთელობის კომარების პოლიციელები და მათ შორის პოლიციის ხელმძღვანელი პირები არაფერს ამბობენ შემთხვევის შესახებ. ინფორმაციის ასეთი სურათი ამ დროისთვის ფიროსმანის ქუჩაზე. მე აქ გეტყვით, რომ ჩვენი ან ბათუმელების ინფორმაციით უკვე უტარდება ოპერაცია პირს, რომელიც დაჭრეს დაახლოებით 9 საათის წინ ფიროსმანის ქუჩაზე. მას რამდენიმე ტყვი აქვს მოხვედრილი. კლინიკაში გითხრეს, რომ ეს პირი არის დაჭრილი მუცლისა და ქვედა კიდურებში და არის საქართველოს მოქალაქე, ბათუმში ცხოვრობს ის პირი, რომელიც დაჭრეს. ვინც ახლა შემოუერთდა ბათუმელების პირდაპირ ეთერს, მე გეტყვით, რომ ჩვენ ვართ ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, სადაც დაახლოებით 9 საათის წინ იყო გასროლა. ჩაცხრილეს პირი ცეცხლსასროლი იარაღიდან, რამდენჯერმე გასროლით. როგორც ყვებიან თვითმხილველები, ადგილზე მოვიდა, სწორედ ამ ტერიტორიაზე მოვიდა პირი მოპედით, რომელმაც გაისროლა რამდენჯერმე, მას სახეზე ნიღაბი ჰქონდა. დაჭრილი პირი გადაიყვანეს კლინიკაში, მას უკვე უტარდება ოპერაცია, მას აქვს რამდენიმე ჭრილობა, როგორც კლინიკაში უკვე განუმარტეს ბათუმელებს. ირაკლი გობაძეს ხედავ მოქალაქეს. გამარჯობა ირაკლი, შეგიძლიათ დაგველაპარაკოთ? ხომ არ არის ცნობილი რამე ამ შემთხვევის შესახებ თქვენთვის? მოგვიანებით მოვედი. სულ ყოფილი ინფორმაცია არ ამოწ. თქვენ როგორ გაიგეთ ეს ამბავი ან რა? მე აჭარა ტაიმსის პირდაპირ ეთერიდან გავიგე. მაგრამ ხო ხედავთ ქალაქის ცენტრში, სადაც სახიფათო ადგილი არის, ბენზინის სამართვის ადგილია, აგერ 50-ში საბავშვო სკოლა არის. ხედავთ იქ რა ხდება. რას ნიშნავს ეს, როცა ქალაქში, ცენტრში, დღისით, მზისით ხდება მსგავსი რამ, რომ ჩაცხრილეს ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით? ეხლა მე ახალს ვერაფერს ვერ გეტყვი, ხო? საზოგადოებამ შენიერი კარგად ხედავს. ეხლა თქვენ თვითონაც ალბათ გესმით საზოგადოებამ
მოძრაობს, საუბრობენ და ეხლა თქვენ თვითონაც ხედავთ, საზოგადოება ძალიან უარყოფითად დაფასებს და საზოგადოება რო არაფასებს ვაყიდე, ჩანს ხო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ სამართლებრივი კულტურა მოშლილი პირველ რიგში სამართალზე საუბარი უკვე ზედმეტია, ხო? ჩვენ ვიღაცა თქვენს რომ ყოველთვის ხდებოდა მსგავსი რამ რაღაცა ჩხუბი ან გასროლა, რა ვიცი, ჩაცხრილობა, მკვლელობა, ის განსხვავდება რომ ახსნათ თქვენთვის ეს შეიძლება ნებისმიერ ადამიანს სუბიექტური აზრი ჰქონდეს, ამას ეხლა ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ დაუშვათ ეს განზრახდება, იმიტომ რომ დაუშვათ რაღაც პოლიტიკური იერფერი შევძინოთ ამას, მაგრამ ეხლა რომ მოიმატა ყველაფერმა ეს ეხლა ტერაქტული ინციდენტებიც იყო ესეთი ეს ხდება იმიტომ რომ როცა სახელმწიფო არ დგას თავის ადგილზე სამართალი არ არის პოლიციას ხა მე არ მინდა ვისაუბრო პოლიციელებზე რომლებიც ახლა დღე და ღამე გარეთ მუშაობენ იმიტომ რომ არ ვიქნებით მართალი ნაწილის მიმართ ნაწილი კეთილსინდისიერად მუშაობს და არ აძლევს ამას ზემდგომების საშუალებას იმას როგორც საჭიროა ისე იმუშაოს ნაწილი მართლა პოლიტიკური ინტერესებით მოქმედებს ხო პოლიტიკოსებისა და ასე შემდეგ მაგრამ ზემდგომი ესე რომ ვთქვათ მენეჯმენტი არ აძლევს უფლებას რომ პოლიციელი მუშაობდეს როგორც საჭიროა შესაბამისად როცა მოქალაქეები იწყებენ ესე რომ ვთქვათ თავისით სამართლის აღდგენას და ეს ადამიანი ვერ აღდგენს ეს სამართლის პოლიციის და სასამართლოს და სამართლის გარეშე ხდება ესეთი ინციდენტები ახლა მე ახალს ვერაფერს ვერ გეტყვი ხო თქვენ სამოქალაქში ცხოვრობთ როგორც მე სხვა მოქალაქეები და ხედავთ ხო უკვე 2-3 დღეში ყოველთვის რაღაც ესეთი ხდება სამწუხაროდ ან მოქალაქეები ვეღარ ხედავენ უკვე რომ უსაფრთხოების რაღაც ან გარანტიან მექანიზმი რომ უნდა მიმართონ პოლიციას რომ ეს დაიცავს უსაფრთხოებას ეს ვერ იქნება საზოგადოებრივი წესრიგი და ამიტომ თავად გადიან უკვე ასეთ ნუ არა ვიღაცა შეიძლება რაღაც შურის აგრესიაზე ხო როგორი რაღაცა არის სამართლობა ერთხელ რომ დაიკიდებს შემდეგ ამას მოყვება იერარქიულად ანუ სამართლობას ამკვიდრებს თავად ხელისუფლება ნუ ახლა არ თქვენ ხედავთ სამართალს ნუ ახლა თქვენ ცხოვრობთ ამ ქალაქში მე ცხოვრობ და სხვა ადამიანები ხო ჩვენ ახლა 10 ადამიანი რო გავაჩერდით ხო 8 ადამიანი კი პასუხებს სასამართლოს მიმართ დებატს არ აქვს შესაბამის ესე რომ სამართლებრივი კულტურა არის მოშლილი ხო გამიგეთ ხო უყურებთ რატო მოიშალა ეს ვინ მოიშალა ამას ვინ უნდა აკეთებდეს ხო ხელისუფლება რისთვის არის ხელისუფლება რისთვის ხო რომ შესაბამისად ესეთი ინციდენტები ჩვენ არ ვიცი ხა როგორი რაღაცა არის კი შეიძლება ძალიან გამართულ ქვეყანაში მოხდეს ესეთი რაღაცა ხო ხულიგანს ესეთ ადამიანს ხა რთულია ხო ამას პასპორტში ხო არ ჩაუწერ ადამიანს მაგრამ სახელმწიფო უნდა მოქმედებდეს როგორც საჭიროა შესაბამისად ჩვენ ამას ვერ ვხედავთ ეხლა პოლიცია რომელიც დაკავებული იქნება რომ ვიღაცა დასკროლოს აი წარმოიდგინეთ ხო რომ ვიღაცამ Facebook-ზე რაღაცა დაწერა დასკროლოს პოლიციელი რომელიც ხელფას ღებულობს შენგან, ჩემგან, ჩვეულებრივ მოქალაქიდან შევსებული ბიუჯეტისგან დასკროლვით არის დაკავებული ახლა ესეთი რაღაცები უნდა მათ შორის ტროტუარზე დგომისთვის ადამიანებს აკავებენ. ხედავთ არ მინდა ახლა უბრალოდ რომ ყველა ნებისმიერ ესეთ წუნას პოლიტიკური იერფერი შევმატოთ, მაგრამ როგორი რაღაცა არის. თუმცა ცხადია პოლიტიკასთან არის დაკავშირებული. ჩვენ დილით რო ვიღვიძებთ უკვე პოლიტიკა ჩვენთან კავშირშია და რო გზინოს მაშინაც პოლიტიკა ჩვენთან კავშირშია. უბრალოდ რთულია ესე რომ ვთქვათ გაუმიჯნოთ თორე ახლა კი ხდება რომ ეხლა შეიძლება ძალიან გამართულ ქვეყანაში ცხოვრობთ და ესეთი ინციდენტი მოხდეს. ეხლა მანდამაინც რაღაც ხელისუფლებას ან გარკვეულ პოლიციელს ან შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ გამოხატო ესეთი არ ვიქნებით მართალი, მაგრამ ზოგადად ქვეყანაში რაც ხდება, ხო? ეს შესაბამისად ყველა წერტილზე აისახება. მეც ვერაფერს ვერ მოგახსენებ. ანუ ეს შეიძლება კიდევ უფრო გაძლიერდეს ეს განს და ამას ელოდები თუ არა რამ შეიძლება შეცვალოს ეს ვითარება ხო თუ დარჩება კეთილწინობა ხელისუფლებაში ნუ ეხლა დღეს დახვალო ოცნების შეცვლის რესურსი რო არ ჩანს ამას ხედავთ ხო მაგრამ თუ ესეთი ინციდენტი რო დაიწყება და შესაბამისად იმას სამართლებრივი მოცემულობით ვერ მოხდება იმის აღკვეთა შესაბამისად ის ადამიანი ვინც რომ დაჩაგრულად იგრძნობს თავს და გაუბედურება ის შეეცდება კიდევ რომ თვითნებურად იმოქმედოს ხო სამართლის მიერ ხო ამას ხომ არ აჩვენებს ასე ამის რასაც თქვენ ლაპარაკობთ რა პრობლემაზე ამ პრობლემის გაგრძელება ხომ არ არის ისიც რომ ძალიან გაზრდილია ქურდული ეგრეთ წოდებულ ქურდულ სამყაროსის მიმართვა შემდეგ თავად რაღაც ნაწილს თავად შუსუსუ აკავებს ხოლმე ხო მათ შორის 72 პირი ერთდროულად დააკავეს ეგრეთ სპეცოპერაციის დროს მარტო ხელვაჩაურში რაც არ ვიცი რა მასშტაბზე რა აჩვენებს უკვე ხო მოდი ჩვენ წლებია ვსაუბრობთ
რომ ქვეყანაში ანუ არ ვიცი ყოველ შეიძლება 12-ში ნარკოტიკი იყოს. რამდენი დააკმის? ძალიან ბევრი გაიგეთ, თქვენ თვითონაც მე დარწმუნებული ვარ, ჩემზე მეტი ინფორმაცია გაქვთ, ბევრს გაიგებთ ესეც, თუმცა ეს კიდე დღეს იგივე მდგომარეობაა. ეს ხალხი შედის და გამოდის უკან. რომელსაც შესვლას გებულობ, მაგრამ გამოსვლას ვერ გებულობ. გამიგეთ? და შედის, შემდეგ და ახლა გამოდის და ვისზე მუშაობს არ ვიცი ჩვენ. რა? შესაბამისად ეს არის. ხო და ესეთი რაღაც რომ მოხდა, ეს ინციდენტი შეიძლება რაღაც ძველ ბოღმასთან ან შურისძიებასთან იყოს კავშირში. ჩვენ არ ვიცი. ანუ ეს შესაბამისად სამართლებრივმა უწყებებმა უნდა გიპასუხოს, მაგრამ პასუხობს ხო ეგეთ რაღაცა. გასაგები, მათ შორის ახლაც არ ვიცით, პოლიცია არ აწვდის მედიას ინფორმაციას რა ხდება შემთხვევის შემდგომ. მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის. ასეთი არის ვითარება. მადლობა, ეს ირაკლი გობაძე იყო მოქალაქე, თქვენ მოსუსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვართ ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, სადაც დაახლოებით 9 საათის წინ იყო გასროლა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს რამდენჯერმე. როგორც მithულები ყვებიან, ადგილზე გამოჩნდა დღისით დაახლოებით 9 საათის წინ ხდება ამ მონაკვეთში, ამ ტროტუარის მხარეს და იმ მხარეს, სადაც მაგიდა და სკამები არის, აი ამ საცხობის წინ. მოხდა გასროლა იმ პირმა, რომელიც გამოჩნდა ადგილზე მოპედით, ასევე იყო შენიღბული, მას სახეზე გონდა ნიღაბი და დაიჭრა 31 წლის კაცი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, ბათუმის მკვიდრია, ის გადაიყვანეს კლინიკაში, მას უტარდება ოპერაცია, როგორც ბათუმელებს განუმარტეს კლინიკაში. მას აქვს რამდენიმე ნატყვი არის. მას რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი. დაჭრილია მუცლის და ქვედა კიდურებში და უკვე უტარდება ოპერაცია. შემოსაზღვრულია ეს ტერიტორია, შემთხვევის ადგილი, მკვლელობის მცდელობის სავარაუდო ადგილი, ფიროსმანის ქუჩაზე, აქ ასევე შეზღუდულია ავტომანქანებით გადაადგილება. ჩვენ გავესაუბრეთ პირდაპირ ეთერში რამდენიმე თვითმხილველს, რომლებიც ადგილზე ვაჭრობს ზოგიერთი ხილით, ზოგიერთი ბურახით და მათ გითხრეს, რომ გაიგონეს ხოლმე გასროლის ხმა და უცებ ვერ გაიგეს თუ რა მოხდა და ასევე დაინახეს შემდეგ უკვე დაჭრილი პირი და გაიგეს, რომ ეს პირი იყო დაჭრილი, რომელიც უკვე გადაყავდათ კლინიკაში. ეს ტერიტორია, როგორც ხედავთ, შემოსაზღვრულია ლენტით. ეს არის ფიროსმანის და ინასარიძის ქუჩების კვეთა, აქედან ორნაბიჯშია ბათუმის ახალი ბულვარი, სანაპირო. ბათუმის ცენტრალური ნაწილია ეს ადგილი, სადაც დღის საათებში ჩაცხრილეს ადამიანი, ესროლეს რამდენიმე ტყვია. პირი, რომელიც დაჭრეს არის, როგორც ჩვენ გვითხრეს, ბათუმელი, საქართველოს მოქალაქე. ის გადაიყვანეს კლინიკაში და მას უკვე უტარდება ოპერაცია. როგორც კლინიკაში ბათუმელებს უთხრეს, მას მოხვედრილი აქვს რამდენიმე ტყვია.
Знаю. ერთი ხმუშტი დაარხადა. აი ეს არის შემთხვევის ადგილი. სადაც გაისროლეს ცეცხლსროლი იარაღიდან დაახლოებით 9 საათის წინ. როგორც მითხოველები ყვებიან, აი დაახლოებით ამ ტერიტორიაზე იყო გასროლა. მოპედით მოვიდა პირი, რომელიც იყო შეერაღებული ცეცხლსროლი იარაღით, ჰქონდა სახეზე აფარებული ნიღაბი და მან გაისროლა რამდენჯერმე. როგორც აქ ხვდები მონიშნების მიხედვით, აი თქვენ ხედავთ ყვითლად შემოსაზღვრულ წერტილებს ასფალტის საფარზე, დაფარებულია ასევე პოლიციის ლენტი. სულ ასეთი 8 წრეა აქ შემოსაზღვრული, რასაც მე ვხედავ, შეიძლება მეტიცაა. ანუ ამ წრეების მიხედვით შეიძლება ვთქვათ, რომ 8 ტყუის მასრე იპოვეს შემთხვევის ადგილზე პოლიციელებმა. ეს ხდება ქალაქის ცენტრში ბათუმში, აქედან ორნაბიჯშია ახალი ბულვარი, ფიროსმანის და ინესარიძის ქუჩების კვეთა, სადაც ახლა ავტომანქანებით გადაადგილება არის შეზღუდული, აი ამ შემთხვევის გამო. როგორც ბათუმელებს უთხრეს კლინიკაში, სადაც გადაიყვანეს გასტროლის შედეგად დაჭრილი პირი, მას უკვე უტარდება ოპერაცია. მას რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი მუცლის და კიდურის ნაწილში. ჩვენ ასევე გავისაუბრებთ თვითმხილველებს ადგილზე, რომლებიც ვაჭრობენ აქვე ღია სივრცეებში, ტროტუარებზე. მათ გითხრეს, რომ გაიგონეს მხოლოდ გასროლის რამდენჯერმე გასროლის ხმა და სხვა დეტალების შესახებ ისინი ვერ მოგუყვებიან ან არ იციან იმის შესახებ თუ რა მოხდა.
ჩვენ ასევე დავუსვით კითხვა პოლიციელებს და პოლიციის სახელმძღვანელ პირებს მომხდარის შესახებ თუ რა ინფორმაციის გაჟღერება შეუძლიათ მათ ამ ეტაპზე, მაგრამ მათ ჩვენი შეკითხვები დატოვეს უპასუხოდ. მოქალაქე გამოიყვანეს პოლიციელებმა, როგორც ხედავთ, პოლიციის ლენტით შემოსაზღვრული სივრციდან. როგორც ვთქვი, მოვიდნენ ექსპერტ კრიმინალისტები და სწორედ უნდა ვთქვათ, რომ ახლა გამოჩნდნენ ოფიციალურად საექსპერტო კრიმინალისტიკური მანქანა, სამსახურის მანქანა და ექსპერტ კრიმინალისტები, რომლებიც ემზადებიან როგორც ჩანს შემთხვევის ადგილის შესასწავლად. ბოდიში ახლა იწყებთ მუშაობას ექსპერტები. ეს არის საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტი. და ექსპერტები მოვიდნენ ადგილზე. ნუ არ ვიცი შემთხვევიდან რამდენი დრო არის უკვე გასული. ჩემთვის არ არის ცნობილი იყვნენ თუ არა აქამდე სხვა ექსპერტები ადგილზე მუშაობდნენ თუ არა. ჩემი ჩდება. კაცო, ახლა იწყებთ მუშაობას. სადიყავით აქამდე შეგიძლიათ ვთქვათ დაახლოებით 40 წუთი დავიდა შემთხვევაში. რატომ დავაგვიანე? პოლიციელების მსგავსად. ექსპერტებიც უპასუხოდ ტოვებენ ჟურნალისტების შეკითხვებს. როგორც ჩანს, ექსპერტები ახლა იწყებენ მუშაობას შემთხვევის ადგილზე. კიდევ ერთი მანქანა გამოჩნდა საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის. როგორც ჩანს, სხვა ექსპერტებიც მოვიდნენ. აქვე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური. ჩდება.
რეგისტრირებული და დაახლოებული ცნობებს. როგორც ხდება, ექსპერტები მოითხოვენ, რომ გააფართოვონ კიდევ უფრო ის ტერიტორია, რომელიც შემოსაზღვრული უნდა იყოს პოლიციის რენტით. ახლახანს გამოიჩნდნენ რამდენიმე წუთის წინ ადგილზე ექსპერტები, საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტი. აქამდე მხოლოდ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ჩანდნენ. რამდენიმე მათგანი შესაძლოა იყოს კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი, მაგრამ ექსპერტები მხოლოდ ახლახანს გამოჩნდნენ ადგილზე. პოლიციაც რომელთა რაოდენობა თქვენ ხედავთ, როგორ ირგებენ ხელთათფანებს ექსპერტები. გაფართოვდა ის არეალი, სადაც პოლიციელებმა გითხოვს, რომ გაფართოვდა არეალი, სადაც უნდა იმუშაონ ექსპერტებმა. და გითხოვს, რომ უნდა დაგვეტოვებინა ადგილი. პირისმანის ხუთი საკითხი შემოწმების ადგილიდან საკმაოდ დიდი მანძილი. მოგეთ გადაკეტილია ტროტუარებიც, რომ ამ ტერიტორიაზეც არ მივახოდოს რომელიმე დაინტერესებული პირი შემთხვევის ადგილს. თუმცა მართლაც საინტერესოა, რომ არ გამოჩნდნენ ამ დრომდე ექსპერტ კრიმინალისტები შემთხვევის ადგილზე, მაშინ როცა დღისით ბათუმში ხდება მსგავსი შემთხვევა, როცა მოქალაქე ჩაცხრილეს პირდაპირ ქუჩაში და ამ დროს კრიმინალისტიკური სამსახური ჩდება დაახლოებით შემთხვევიდან მინიმუმ 9 საათის შემდეგ. ვინც ახლა შემოუერთდა ბათუმელების პირდაპირ ჩართვას. მე გეტყვით, რომ ჩვენ ვართ ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, სადაც დღეს საათებში იყო გასროლა წესასროლი იარაღიდან, გაისროლეს რამდენჯერმე, მინიმუმ რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი ადამიანს, რომელიც გადაყვანილი აქვს კლინიკაში და უტარდება ოპერაცია. როგორც ბათუმელებს უთხრეს კლინიკაში, ამ ადამიანს მინიმუმ რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი მუცლის და ქვედა კიდურის არეში. ერთი პირია დაჭრილი შემთხვევის შედეგად, როგორც უცხოელები ყვებიან, მათ დაინახეს პირი, რომელიც მოპედით გამოჩნდა შემთხვევის ადგილზე. ეს იყო შენიღბული, მას სახე ჰქონდა ნიღბით დაფარული. და გაისროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე. ასეთი ეწინათ არის მონაცემ ამ შემთხვევის შესახებ. ჩვენ ვეცდებით რომ გავიგოთ უფრო მეტი, დავუსვით შეკითხვები პოლიციელებს, ასევე პოლიციის ხელმძღვანელ პირებს, თუ როგორია წინასწარი მონაცემები ამ შემთხვევის შესახებ, თუმცა მათ ჩვენი შეკითხვები დატოვეს უპასუხოდ, ხოლო ჩვენ პირადადაც გავესაუბრეთ ამ შემთხვევის შემსწრე ადამიანებს, მათ გითხრეს, რომ ისინი ვაჭრობენ ქუჩაში და გაიგონეს მხოლოდ გასროლის ხმა, არ დაუნახავთ ის პირი, ვინც გაისროლა და შემდეგ უკვე ნახეს, რომ პირი იყო დაჭრილი, რომელიც უკვე გადაყავდა სასწრაფოს კლინიკაში. ბათუმელების ინფორმაციით პირი, რომელიც დაჭრეს, არის ბათუმელი, არის საქართველოს მოქალაქე. უცნობია ჩვენთვის იმ პირის შესახებ, ვინც გაისროლა, ასე უცნობია დააკავეს თუ არა ეს პირი. შემთხვევის ადგილზე მონიშნულია კონკრეტული
ადგილები, სადაც საავადმყოფო პოლიციელებმა იპოვეს ტყვის მასრები და მონიშნული ადგილების მიხედვით მინიმუმ 8 ტყვია გასროლილი. თუმცა ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად და დეტალური ინფორმაცია ამ შემთხვევის შესახებ და ბუნებრივია ეს ყველაფერი უნდა დაადგინოს გამოძიებამ. ეს არის ის ტერიტორია, სადაც მოხდა ეს შემთხვევა. გასროლდა დაახლოებით 9 საათი უკვე 40 წუთის წინ. აი ამ საწყობის წინ. გამოძიებელი ესაუბრება ერთ მოქალაქეს. შედეგი საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძებნარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 19.100 და 236 მუხლებით, რაც გულისხმობს განზრახ პრობლემის მცდელობას და წელსასროლი იარაღის მალსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარებას. გამოძიება დაწყებულია მუხლებით 19.100, რომელიც გულისხმობს განზრახ მკვლელობას და 236 მუხლი, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას. სწორედ ამ მუხლებით არის დაწყებული გამოძიება შემთხვევაზე, რომელიც დღეს მოხდა ცოტა ხნის წინ ბათუმში. როჩამეწონა ლაივში ვარ. კონდეს ლაივი რა იმი. Ανεπρεπούλη informacja na Mołka, Fakcjon, Banki, Katarko, wszystkie samotność, protekcjonizm, sprawiedliwy oraz oraz postanowienie Raczkulismo, Kanzra, Kukulewowi, Systemowas, Cesarzowi, Arabis, Arkan Martavs ვინც ახლა შემოვუვერთ და ბათუმელების პირდაპირ ჩართვას, მე გეტყვით, რომ ჩვენ ვართ ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, ფიროსმანის და ინესარიძის ქუჩების კვეთაში, სადაც დღეს დღისით დაახლოებით 40-50 წუთის წინ იყო გასროლა, მინიმუმ რამდენიმე ტყვიდან გაისროლეს სასასროლი იარაღიდან. დაჭრილია კაცი, რომელიც გადაყვანილია კლინიკაში, მას უკვე უტარდება ოპერაცია. როგორც ბათუმელებს უთხრეს კლინიკაში, სადაც უკვე დაჭრას უტარდება ოპერაცია. მას ჰქონდა მოხდილი რამდენიმე ტყვია მუცლის და ქვედაკიდურის არეში და უკვე ტარდება ოპერაცია. ეს პირი, რომელიც დაჭრეს, არის ბათუმელი, საქართველოს მოქალაქე. უცნობია მონაცემები ბრალდებული შესახებ, ასევე იმის შესახებ არის თუ არა დაკავებული ის პირი, ვინც გაისროლა.
გამოძიება დაიწყო 2 მუხლით 1908-მე, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობა, ასევე 236 მუხლით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა ტარებას. სწორედ ამ მუხლებით არის დაწყებული გამოძიება. ახლახანს გამოჩნდნენ ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები, მათ დაიწყეს მუშაობა და უკვე ტარდება შემთხვევის ადგილის დათვალიერება და საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო. თქვენ კარგად ხედავთ ექსპერტებს, რომლებიც ათვალიერებენ სწორედ და ასურათებენ ასევე ამ შემთხვევის ადგილს. აქვეა სილამაზის სალონი, ბენზინგასამართი სადგური და საცხობი, რომელიც წინაც მოხდა ეს გასროლა. როგორც ყვებიან თვითმხილველები, მათ დაინახეს პირი მოპედით, რომელიც იყო შენიღბული, მას სახე ჰქონდა დაფარული და გაისროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე. კიდე აფართავებთ არეალს. პოლიციელები ამბობენ, რომ აფართავებენ არეალს და ჟურნალისტებს გვეუბნებიან, რომ კიდევ უფრო მეტად დავაშორდეთ შემთხვევის ადგილს. როგორც ხედავთ, ექსპერტი მოითხოვს, რომ პოლიციელებმა ლენტი გაავლონ ბენზინგასამართი სადგურის უკვე მიღმა ამ ტერიტორიაზე. აი უკვე აკაბეს ლენტი პოლიციელებმა. შიგნით რჩებიან გამოძიებლები, ექსპერტ კრიმინალისტები, რომელსაც უკვე დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერება და სხვა საპროცესო თუ საგამოძიებო მოქმედებები. ჯერჯერობით შინაგან საქმეთა სამინისტრო გვეუბნება მხოლოდ იმას, რომ დაიწყეს გამოძიება 19-100 მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას, ასევე 236 მუხლით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას. ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია დააკავეს თუ არა ეს პირი, ვინც გაისროლა. უცნობია ამ პირის შესახებ სხვა მონაცემები. ბათუმელებისთვის ცნობილია, რომ ეს პირი, ვინც დაჭრეს, არის საქართველოს მოქალაქე, არის ბათუმელი, დაჭრეს პირი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად. ისროლა ვინმე? ვინმე დაჭრა?
Вы прикинь, нихуя себе, у вас после дома моего дня уебали какого-то. Нахер он тебе нужен? Ну, в смысле? 10 нахуй выстрелов. ეს არის შემთხვევის ადგილი ბათუმში, სადაც დღეს ჩაცხრილეს ადამიანი. ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა პირმა ბათუმში, ბათუმის ცენტრში, აქედან ორნაბიჯშია ბათუმის ბულვარი, კონკრეტულად კი ახალი ბულვარი და ეს სწორედ ამ ტერიტორიაზე, ქუჩის ამ მონაკვეთში, რომელიც ახლა შემოსაზღვრულია პოლიციელებს ლენტით, იყო გასროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან. დაჭრილია ერთი პირი შემთხვევის შედეგად, რომელიც გადაყვანილია კლინიკაში და მას უტარდება უკვე ოპერაცია. ბათუმელებს მიეწოდეს ინფორმაცია კლინიკაში, რომ დაჭრილს ჰქონდა მოხვედრილი რამდენიმე ტყვია, როგორც მუცლის, ასევე ქვედაკიდურების სარეში. და მას უკვე უტარდება ოპერაცია. განახილებული ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში მე აუცილებლად გეტყვით ამის შესახებ. ჩვენთვის ბათუმელებისთვის ასევე ცნობილია ის, რომ დაჭრილი პირი არის ბათუმელი, საქართველოს მოქალაქე. უცნობია იმ პირის შესახებ, ვინც გაისროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან. ასე უცნობია დაკავებულია თუ არა ის პირი, ვინც გაისროლა. შედარებით საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით უკვე დაწყებულია გამოძიება სისხლისამართლის კოდექსის 1908 მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას. ასევე დაწყებულია გამოძიება 236 მუხლით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენას და ტარებას. როგორც ხედავთ, პოლიციელები კიდევ უფრო აფართოვებენ იმ ტერიტორიას, იმ არეალს, სადაც დაშვება ექნებათ მხოლოდ სამართალდამცველებს. თქვენ ხედავთ, რომ წინ მდებარე სკვერში პოლიციელები ასევე ავალებენ, ათავსებენ პოლიციის ლენტს, რომ სხვა პირებს არ ქონდეთ შეხება შემთხვევის ადგილთან. შემთხვევის ადგილზე უკვე მუშაობენ გამოძიებლები, ექსპერტი, კრიმინალისტები. Вещи заносить нельзя, а грузовой лифт платный, правильно? Да, конечно. Ну, очень удобно. А что надо? Что у вас есть вещи? Нет, как я хотел, могу
ასეთი მდგომარეობა ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე, სადაც დღის საათებში ჩაცხრილეს ადამიანი, ეს ბათუმია, ბათუმის ცენტრალური ნაწილი, ფიროსმანის ქუჩა, აქედან ორნაბიჯშია ბათუმის ახალი ბულვარი და სწორედ ამ მონაკვეთში ჩაცხრილეს ადამიანი, მას რამდენიმე ტყვია აქვს მოხალხე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად. სწორედ ეს არის ქუჩის ის მონაკვეთი, რომელიც ახლა პოლიციელებს აქვთ შემოსაზღვრული პოლიციის უსაფრთხოების ლენტით. სწორედ ამ ადგილას გაისროლა მოქალაქემ ცეცხლსასროლი იარაღიდან. თვითმხილველების ინფორმაციით, წინასწარი ინფორმაციით ის მოვიდა სწორედ ამ ტერიტორიაზე მოპედით, იყო შენიღბული, მას სახე ჰქონდა შენიღბული და გაისროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან. მოქალაქე, რომელიც დაიჭრა, არის 31 წლის კაცი, ის არის ბათუმელი, საქართველოს მოქალაქე. ის გადაიყვანეს კლინიკაში, როგორც ბათუმელებს უთხრეს კლინიკაში. მას უკვე უტარდება ოპერაცია და დაჭრილს რამდენიმე ტყვი აქვს მოხვედრილი მუცლის და ქვედა კიდურების არეში. დაახლოებით 15 წუთის წინ გამოჩნდნენ აქ ექსპერტ კრიმინალისტები, ხოლო თავად შემთხვევა სავარაუდოდ დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა. რადგან დაიგვიანეს ექსპერტ კრიმინალისტებმა, ეს მათ არ განუმარტავს, ისე როგორც ჩვენ არაფერი არ გვითხრეს შემთხვევის შესახებ. თავად პოლიციელებმა და პოლიციის ხელმძღვანელმა პირებმა, რომლებიც შემთხვევის ადგილზე არიან ახლა. ბოდიში, თქვენ შეიძლება რომ გაგესაუბროთ, თვითმხილველი ხართ ხო, როგორც ვიცი? რომ გავესაუბროთ, იმიტომ რომ ვიცით რომ თვითმხილველია და რომ მოგუყვეს ამ შემთხვევის შესახებ. ეს არის თვითმხილველი, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მასთან ვერ მოვახერხეთ გასაუბრება, იმიტომ რომ იყო იმ ტერიტორიის შიგნით, რომელიც პოლიციელებს აქვს ლენტით შემოსაზღვრული. ის ახლა გამოძიებელმა გადაიყვანა სავარაუდოდ საგამოძიებო ორგანოში, ალბათ გამოსაკითხად. რომ არ მიეწოდეს გამოძიებას ინფორმაცია. ასეთი ვითარება ამ დროისთვის აქ, როგორც ხვდები, შემთხვევის ადგილას რჩებიან ის ექსპერტ კრიმინალისტები, რომლებიც განაგრძობენ შემთხვევის ადგილის დათვალიერებას, ასევე იღებენ კონკრეტულ ნივთებს სავარაუდო ნივთკიცების სახით, ასევე ასურათებენ ამ შემთხვევის ადგილს.
და კონკრეტული პირები, რომლებიც შეიძლება აღმოჩნდნენ მოწმეები ამ საქმეში, ისინი გადაყავთ საგამოძიებო ორგანოში გამოსაკითხად. ჩვენ ვესაუბრებთ რამდენიმე პირს, რომელიც შეესწრო ამ შემთხვევას, რომელიც ვაჭრობს ღია სივრცეში ფიროსმანის ქუჩაზე. მათ გითხრეს, რომ გაიგონეთ მხოლოდ რამდენჯერმე გასროლის ხმა, მაგრამ არ დაუნახავთ თავად შემთხვევა. ჩვენ ვისაც გავესაუბრეთ, მათი პოზიცია ასეთი იყო და ამის შემდეგ მათ უკვე გაიგეს, რომ პირი ამ გასროლის შედეგად იყო დაჭრილი და ის გადაიყვანეს კლინიკაში. ასევე წინასწარი ინფორმაციით პირი, რომელიც გაისროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან, მოვიდა შემთხვევის ადგილზე მოპედით, მას სახე ჰქონდა შენიღბული და გაისროლა რამდენჯერმე დღისით, მზისით, შუა ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე. ჩვენთვის უკვე უცნობია ინფორმაცია ამ პირის დაკავების შესახებ, დააკავა თუ არა ეს პირი უკვე შინაგან საქმეთა სამინისტრომ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრის ინფორმაციით დაწყებულია გამოძიება 1900 მერვე მუხლით, ეს გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას, ასევე 236 მუხლით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა ტარებას. ბათუმელები ასევე დაუკავშირდა კლინიკას, სადაც გადაიყვანეს დაჭრილი პირი, როგორც კლინიკაში გამარტეს, დაჭრას უკვე უტარდება ოპერაცია, ის არის ბათუმელი, არის საქართველოს მოქალაქე და მას ქვედა კიდურების, ასევე მუცლის არეში ჰქონდა მოხვედრილი რამდენიმე ტყვია. Всем привет. Самый пламенный привет передай тете Ире и дяде Косте по-братски. Можешь так сделать? Всем привет от меня. Самый пламенный привет тете Ире и дяде Косте. Проверить. აი სიღრმეში ჩანან ექსპერტ კრიმინალისტები.
რომლებიც როგორ ჩანს გეგმავენ ან უკვე ახორციელებენ კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებას. ადგილზე რჩებიან ექსპერტ-კრიმინალისტები, ასეთი სურათია ამ დროისთვის აქ. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ და გეტყვით, ვინც ახლა შემოვერტება თმელების პირდაპირ ჩართვას, რომ ჩვენ ვართ ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, სადაც დღეს დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა გასროლა. ჩაცხრელეს ადამიანი პირდაპირ დღისით მზისით ქუჩაში. პირი, რომელიც დაჭრეს, არის საქართველოს მოქალაქე, ბათუმელი. ის ახლა გადაყვანილია კლინიკაში და უტარდება ოპერაცია. როგორც ბათუმელებს უთხრეს კლინიკაში, მას აქვს მოხვედრილი მინიმუმ რამდენიმე ტყვია. როგორც მუცლის ასევე ქვედაკიდურის არეში. უცნობია მონაცემები პირის შესახებ, ვინც გაისროლა. ასე უცნობია დააკავეს თუ არა ეს პირი. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს მხოლოდ იმას, რომ დაწყებულია გამოძიება 19.100 მუხლის მიხედვით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას. ასევე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 226 მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს საცხოვრებელი იარაღის უკანონო შეძენას და ტარებას. თვითმხილველების მონათხრობის მიხედვით და წინასწარი ვერსიით ადგილზე გამოჩნდა პირი, რომელიც გამოჩნდა ქუჩაში მოპედით, რომელიც გადაადგილდებოდა მოპედით, ის იყო შენიღბული, მას სახე ჰქონდა დაფარული მიღბით და გაისროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან, ჩაცხრელა პირი, აი სწორედ ამ ტერიტორიაზე. აი თუ ხედავთ ტროტუართან ახლოს არის დათვის საცხობი, ესე ქვია. და იმ საცხობის წინ ტერიტორიაზე გაისროლა, ჩაცხრელა ეს პირი. ჩვენ აქ ადგილზე გავისაუბროთ იმ პირებს, რომლებიც ადგილზე ვაჭრობენ, ამაგალ ბურახის წვენს ყიდის მოქალაქე, ასევე ხილს და გითხრეს, რომ მათ გაიგონეს გასროლის ხმა, სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია არ აქვს და შემდეგ გაიგეს, რომ პირი დაიჭრა. დარჩით ჩვენს არხზე ბათუმელები ჯი-დან გაზეთი ჯი რომ მიიღოთ განახლებული ინფორმაცია. ჩვენ აუცილებლად მოვიძიებთ უფრო მეტ ინფორმაციას ამ შემთხვევის შესახებ და აუცილებლად განვაახლებთ ინფორმაციას მკვლელობის მცდელობის ამ შემთხვევის შესახებ. ამ დროისთვის კი ჩვენს ხელთ მხოლოდ ეს ინფორმაცია, ყოველ შემთხვევის ადგილას ეს სურათია. ასეთი მდგომარეობა ამ დროისთვის ბათუმში ფიროსმანის ქუჩაზე, სწორედ იმ ტერიტორიაზე, სადაც თქვენ ახლა ხედავთ პოლიციელების მიერ შემოსაზღვრულ ტერიტორიას პოლიციის ლენტები, სწორედ აქ ჩაცხრელეს კაცი დღის საათებში. ეს არის ბათუმის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა, აქედან ორი ფეხის ნაბიჯზეა, შეიძლება ასე ითქვას, ბათუმის ბულვარი, ბათუმის ახალი ბულვარი. და სწორედ აი ამ ტერიტორიაზე დაახლოებით 1 საათის წინ ჩაცხრელეს საქართველოს მოქალაქე ბათუმში მცხოვრები კაცი, 31 წლისა ეს ადამიანი, რომელიც არის დაჭრილი, როგორც ბათუმელებს უთხრეს კლინიკაში, დაჭრას უკვე უტარდება ოპერაცია, მას მინიმუმ რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი. და მას ტყვიები აქვს მოხვედრილი როგორც მუცლის, ასევე ქვედაკიდურების არეში.
უცნობია ინფორმაცია დააკავის თუ არა პირი, ვინც გაისროლა შემთხვევის ადგილზე. წინასწარ ინფორმაციით მოპედით გამოჩნდა პირი შემთხვევის ადგილას, რომელიც იყო შეერაღებული ცეცხლსასროლი იარაღით და მან პირდაპირ ჩაცხრილა ერთი კონკრეტული პირი, სწორედ აი ამ ტერიტორიაზე, შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე, საცხობის წინ მდებარე ადგილას, საცხობის წინ ტერიტორიაზე. შენაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება უკვე დაწყებულია 19-100 მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას, ასევე 236 მუხლით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა ტარებას. სხვა დეტალებსზე ჯერჯერობით შენაგან საქმეთა სამინისტრო არ საუბრობს. ჩვენ დავუსვით კითხვები პოლიციის ხელმძღვანელ პირებს შემთხვევის ადგილზე, თუმცა მათ კითხვები უპასუხოდ დატოვეს. მათ შორის იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გამოჩნდა მინიმუმ 9 საათის დაგვიანებით შემთხვევის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები. ეხლა ისინი უკვე მუშაობენ, მათ გააფართოვეს არეალი, რომელიც შემოსაზღვრეს ლენდით, რაც ნიშნავს იმას, რომ ტერიტორიაზე ვერ შევრად მოქალაქეები. ამ ტერიტორიაზე ქვეითად გადაადგილება შეზღუდულია. ჩვენ აუცილებლად მოგავწევთ ინფორმაციას ამ შემთხვევის შესახებ, ასე რომ ესტუმრეთ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები ჯი და ნეტგაზეთი ჯი, რომ მიიღოთ განახლებული და საანდო ინფორმაცია. ასე იყო ბათუმელების პირდაპირი ჩართვა ამ დროისთვის. მადლობა ყურადღებისთვის. დროებით.